გარემოს დაცვის სამინისტრომ ხდის ხეობაში 6 მეგავატიანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა გასცა. ეკოლოგების და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის პროტესტის მიუხედავად ჰესის მშენებლობა განახლდება. პროცესი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეჩერდა, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტრომ ბროლის წყალზე ჰესის მშენებლობაზე უარყოფითი დასკვნა გასცა. მშენებელ კომპანიას დამატებითი რეკომენდაციები გაეგზავნა, რომელიც კომპანიას ახალ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში უნდა გაეთვალისწინებინა. კომპანიის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია. გარემოს დაცვის მინისტრი კი დარწმუნებულია, რომ ის სამინისტრო გარემოზე ზემოქმედების შეფასების პირობების დაცვის მონიტორინგს უზრუნველყოფს. Ჩვენი თვალსაზრისით გარკვეულად რომ ესეთი ჰესის მშენებლობა არ მოუტანს ამ ხეობას რამე ზიანს, მით უმეტეს რომ ინვესტორთან შეხვედრებისა და საუბრების დროს ჩვენ კიდევ მოვთხოვეთ და მან აიღო ეს ვალდებულება, რომ ამ ხეობაში ის ზემოთ მცირე კეთილმოწყობის სამუშაოები ჩაეტარებინა. მდინარე იქიდან რომ მოსახლეობისთვის ესეთ ტკივნეულად აღიქმება, ჩვენ განსაკუთრებულად ვეცდებით, რომ აი ეს პროექტები ჰესებთან დაკავშირებული ჰესების საერთოდ მათი მონიტორინგი და შემოწმება მოხდეს ძალიან ისე ღრმად და საფუძვლიანად.